თქვენ როდესაც გაგახსენებათ პატრიარქი პირველი რა გაგახსენებათ მას მისი ხმა დამახასიათებელი თქვათ რაიმე განსაკუთრებული ნათქვამი თქვენი მისამართით თუ რა იქნება ის პირველი რაც გაგახსენებათ როდესაც მას გაიხსენებთ ეს მადლობა ღმერთს და პატრიარქს ძალიან დიდი ხანი მთელი ცხოვრება მის გარშემო მომიწია ყოფნა სხვაგან არსად მიმუშავე და იმდენი რამე მახსენდება რომ რომელი ერთი გამოვყო არ ვიცი მაგრამ რა ვიცი გამახსენდება ის რომ როდესაც ჯვარი დავიწერეთ მე და ჩემო მეუღლემ ძალიან გაჭირვების პერიოდი იყო აი მაშინ გვერდში დაგვიდგა როგორც მამა დაუდგება ოჯახს ყველაზე მეტად ეს გამახსენდება და ნუ 6 შვილი მყავს და ამ 6 შვილის დაბადების მოლოცვა გამახსენდება და ნუ მე 6 შვილი მისი ნათლულია როგორც ძალიან ბევრი და გამახსენდება ოჯახის გვერდში დგომა თუმცა იმდენი რამე მაქვს ფრაზები ხა წამომივიდა სულ ყველაფერი ნუ ლაზები თვითონ ამბობს პატრიარქი სხვათა შორის დიდი ინტერვიუ არის არსებობს ეს YouTube-ზე ატვირთული რომ იცოდესო ქვეყანამო რომ საქართველოს ლაზი პატრიარქი ყავს რატომ ამას არის ვერსია ილია ჭავჭავაძემ გააჟღერა ბევრი თემა რომ მოხევეები არიან გადასახლებული ლაზები და ნუ ეს ხალხი დაუბრუნდა დიასპორაზე ზრუნვა გამახსენდება გაჭირვებულ დღესაც რომ დიასპორა არის ხო უცხოეთში მათ გაუხსნა ეკლესიები 7 პირველი 7 ეკლესია რომ გახსნა საბერძნეთში ამერიკაში ხო გადახვეწილი ადამიანი რომელიც შრომობს წვალობს და არის ნუგეშოთ შვილი ენატრება ოჯახი ენატრება და ამ ადამიანებს ხო მისცა დიდი ნუგეში რა ვიცი იმდენი რამე მოდის ახლა და ნუ გამახსენდება ყველაზე მეტად რა თქმა უნდა ჩემი ოჯახის თანადგომა ირონული თანადგომა და ჯვრისწერა ჩოხებით ან ჩოხით და ეროვნული სამოსით დავიწერეთ ჯვარი ის იყო ყველა ტრადიციის შემნახავი და გვერდში დგომი და მე როდესაც ბავშვი ჩდებოდა ხოლმე ნებისმიერი მათ შორის ჩვენს ხო უხარო და საოცრად და მისი ქადაგება რომელიც ატვირთული არის YouTube-ზე დევს ყველამ შეიძლება ნახოს არის თავი რა ადამიანის როგორც მოვლენის წინ წამოწევა და ამბობს თელ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანი გაუფრთხილდეთ ადამიანს და მხარი დაუჭიროთ ადამიანს